მოგესალმებით ტრადიციულად დღეს გადაცემას 9:30-დან 10:30-მდე და შემდეგ კიდე დამატებით გაუძღვევთ მე და ბატონი ოთარი. მიუხედავად აგვისტოსთვისა, მიუხედავად ზაფხულისა, ალბათ ესეთი აქტიური პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით მრავალი წელია არ ყოფილა, იმიტომ რომ თითქოს ზესახელმწიფოებმა გადაწყვიტეს უახლოეს დღეებში გადაწყვიტონ დედამიწის ბედი. აქ არის საუბარი ისეთ უცნაურ რამეზე აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი ისე რომ რაღაც მიწებში გადაცვლის. აი მე მგონია რომ რაღაც მაკლერებით განა და ბინასწვლიან ერთმანეთში, რაღაც აი დაახლოებით ესეთ დონეზეა საუბარი. და 15-ში, ზეგ ალიასკაზე შეხვდებიან ერთმანეთს რაღაც მიწებში, რა ვიცი, ალიასკას დაბრუნებას ხო არ უფრინებს რუსეთს, არ ვიცი, ძალიან უცნაური განცხადებები გააკეთა ტრამპმა, გარკვეულად ანტიტრამპული განცხადება გააკეთა ზელენსკი მოყოთების ის რადიკალს, რა თქმა უნდა, ვეღარ ბედავს იმ შეჯანჯღარების შემდეგ და თქვა, რომ უკრაინის მიწები არაფერი არ გაიცვლება და კონსტიტუციით არ გვაქვს უფლება რომ რაღაცა დავთმოთ. რაღაც განცხადება გააკეთა ფონ დერ ლაიანმაც, ქალბატონმა ურსულამ დააფიქსირა, რომ ევროპაც არსებობს დედამიწაზე. თუმცა მისი განცხადით ჩემისაც მეც არაფერს არ ნიშნავს და ჩვენ ბევრი ვიმშელთ, ეხლა ტრამპი იდგა და ურსულას აზრებს უსმენდა, ხო? რაღაც ტყუილები, რომ ევროპაც არსებობს და ვითომ მათაც სამწუხაროდ ევროპის აზრს და ეს სრულებით არ არის ჩვენთვის სასიხარულო. ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად არ ითვალისწინებს, საერთოდ არ ეკითხება, რას ფიქრობს ევროპა და როგორ ფიქრობს ევროპა და აი მართლაც რაღაც დონეზე უნდა დაჯდენ და იმშელონ უკრაინის რანაჭერი ეკუთვნის რუსეთს და რანაჭერი არ ეკუთვნის. ალბათ ვარაუდობთ რა, ეხლა ოთარ ესეთი ვარაუდი არის, რომ სავარაუდოდ რუსეთმა რაც კონსტიტუციურად, რეფერენდუმები ჩაატარა და ეს არის ყირიმი დონბასი მთლიანად აღებული, დონეცკის ოლქი და ლუგანსკის ოლქი, აი ეს სამი რეგიონი, სადაც რეფერენდუმია ჩატარებული და რომ თქვათ იმ რეგიონებში გადაიცვალოს, რომელიც გაცდა უკვე ამ რეგიონებს, ესა ხერსონის ოლქი, ხერსონი, ზაპოროჟიეს ოლქი, იქ ხარკოვთან უკვე გადავიდნენ, დნეპროპეტროვსკის რაღაც ნაწილში ოლქს გულისხმობს შევიდნენ, ხო და არ ვიცი ხა თუ ამას გულისხმობს, ესაც რა ვიცი ხა უკრაინისთვის დიდი სიხარულის მომგვრებაში რაღაცზე იბრძოდნენ და რატო დაიხოც ამდენი ადამიანი, პასუხი არ არის რა თქმა უნდა ამაზე არანაირი, ხო და კიდე ძალიან საინტერესო არის ამ კონტექსტში, ეხლა ჩვენ მაინც უკრაინაზე მობილიზირდით, მაგრამ ჩვენთვის ბევრად საინტერესოა, ჩვენთვის მე გულისხმობ საქართველოს, ბევრად საინტერესოა სამხრეთ კავკასიაში მიმავალი პროცესები, რომელიც სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკა ჩანს, დაყავს ეს ორი პრეზიდენტი წინ და უკან და რა ვიცი, ხანაზე იმობენ და ეს ორი პრეზიდენტი ერთმანეთს ასწრებენ, რომ მშვიდობის და ნობელის პრემიები და ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი და ადამიანის ყველა პრემია გადაეცეს ტრამპს, ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს არის ზანგეზურის კორიდორი, რომლის თანახმადაც სომხეთზე გაივლის ის მარშრუტი, რომელიც დააკავშირებს არა მარტო აღმოსავლეთ მთლიანად აზიას ევროპასთან და ეს იქნება თუ ეს ყველაფერი შესრულდა ჩვენთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ეკონომიური. ეს თემა გავშალოთ ოთარ რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ ზანგეზურს და კავკასიას დაუბრუნდებოდე, შენი აზრი მაინც უკრაინასთან დაკავშირებით. მივესალმებით ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, მართლა ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრეები ვართ ყველანი, თუმცა უნდა დაველოდოთ მაინც 15 რიცხვს. სავარაუდოდ ეს შეხვედრა მაინც შედგება, ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ჩაიშლება, რაღაც ამის არ არის კარგად მომზადებული და მაგრამ მხარეებს ხედავთ, მხარეების პოზიციები ჩვენ ვიცით, ორივე მხარე არის გაჯიქებული, არავის არაფრის დათმობა არ უნდა და არ ამგონია ხა ერთი შეხვედრით აქ ეს პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ პირველი ნაბიჯი მაინც მნიშვნელოვანია, რომ საუბარი მაინც დაიწყება თემაზე და თუ მოხერხდა, რა თქმა უნდა, ყველას გაგვიხარდება, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე რაღაც კონკრეტული ნაბიჯი იქნება გადადგმული, მაგრამ ჩვენ ვნახეთ გუშინ წინ
უკრაინის პრეზიდენტის კატეგორიული პოზიცია, რომ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრების რღვევაზე არანაირი დათმობა არ იქნება ამ ხრივ, რომ ჩვენ არაფრის ფასად არ ვაპირებთ არაფრის დათმობას, ის რაც ჩვენიაო და ამ ვითარებაში არ ვიცი ხა როგორ რა გამოსავლის პოვნა შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ მეთქობა აქვთ მათაც რაღაც თავისი კონკრეტული მონახაზი იმისათვის, რომ რაღაც ცეცხლი შეწყვეტდეს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას დეესკალაციის კუთხით. დაველოდოთ ეს სხვა რთული ვითარებაა და არ ვიცი ესე ადვილად ამის მოგვარება რის დალოდებას გულისხმობ შეხვედრის თუმცა უკრაინის ნული მხარე ძალიან გაბრაზებულია იმაზე რომ თვითონ არ მონაწილეობს პროცესში სადაც უკრაინის ფაქტიურად ბედი წყდება ხო არც ევროპა არც ევროპა ხო სხვადასხვა დღეს ბევრ ევროპის ლიდერებთან ქონდა უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრა და იქაც ეს გაბრაზება ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ჩანდა. რაც შეეხება იმ პროცესებს, რაც განვითარდა გასულ კვირას სამხრეთ კავკასიის საკითხებზე, მართლაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონისთვის, არა მხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ გეოეკონომიკური თვალსაზრისით პირველ რიგში უფრო ალბათ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბენეფიტის მოტანა შეუძლია ამ დერეფნის ამოქმედებას სამხრეთ კავკასიაში, თუმცა ძალიან ბევრი პოლიტიკური მდგენელი აქ შემოდის ამ სიტუაციაში, რაც ძალიან ბევრ მეზობელი ქვეყნის რბილად რო ვთქვათ გაბრაზებას იწვევს. ეს არის ირანი და ეს არის თურქეთი, მაგრამ ეხა ამ ეტაპზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით თუ მართლაც განხორციელდა, თუმცა იმდენად რთული სიტუაცია იქ ადგილზე ეს არის მე ვარ სხვათაშორის ნამყოფი რამოდენიმე წლის წინ ძალიან რთული რელიეფია და უნდა ვთქვა რომ ამას 1 და 2 წელი ნამდვილად არ ეყოფა იქ რომ ეს ინფრასტრუქტურა ესეთი გამართული ინფრასტრუქტურა აღდგეს რადგან საბჭოთა კავშირის დროს ეს არსებობდა იქ რკინიგზაც, რომელიც აკავშირებდა ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანულ ტერიტორიასთან, მაგრამ ეს ყველაფერი მოშლილია, ეს გზაც, ყველაფერი აღსადგენია იქ გზები, სატრანსპორტო გზები და რკინიგზა, რომელსაც ნამდვილად ბევრი წელი დაჭირდება და ამისთვის პარალელურად ეს ძალიან მძიმედ რა თქმა უნდა ისახება ჩვენზე, რადგან ჩვენ ვითვლებით ამ შუა დერეფნის ერთ-ერთ გამტარ ქვეყანად და რა თქმა უნდა აქ უკვე სერიოზული კონკურენტი გამოგვიჩნდა ამ პარალელური დერეფნის არსებობის მომენტში და უნდა ვთქვა რომ მართლაც ძალიან ბევრი ისეთი მომენტია აქ, როცა მაგალითად რუსეთი არის თლიანად სამხრეთ კავკასიიდან ამოგდებული, რომელიც ეცდება ეხლა რაღაც გადატრიალების მსგავსი მოაწყოს სომხეთში, იმისთვის რომ იქ თავისი ხელისუფალი მოიყვანოს, რომელიც შეძლებს ამ მის პროცესის ჩაშლას. ხა ისე არიან გაბრაზებული რუსულ არხებს თუ აკვირდები, სალავიოს როა გადაცემა, ამბობს რომ იმან სომხეთმა დაკარგა სუვერენიტეტი, სომხეთი ყველაფერს კარგავს. პირიქით, მე მგონი, სომხეთი ამ სიტუაციაში სუვერენიტეტს ნამდვილად არ კარგავს. პირიქით, მისი სუვერენიტეტი მტკიცდება და ამის გარანტორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. კი ბატონო, მაგრამ რუსეთი ნაკლებად მაინტერესებს საქართველოს ძალიან ცუდი დღე,
მაგ ზანგეზური სამუშაოებით აქ ჩვენ რუსეთიდან მოგამოვართ და სომხეთის დემოკრატიზაციაც ცოტა ისეთი ნაკლებ საღელვებელი თემაა, როდესაც საქართველოს კარგავს თავის ძირითად ფუნქციას. საქართველოს მე ხარ რაც უნდა გააკეთოს, ალბათ უნდა დააჩქაროს ეს ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის პროექტზე რეალური საქმეზე უნდა გადავიდეს და აუცილებლად უნდა დააჩქარდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელიც ზარია შემოუშვათ ეთერში და გისმენთ. ხო, დიდი ხანია გველოდება და. ალო. გისმენთ ბატონო. მე ჩვენ ერთი მაინც გასაგებია ბევრი დაიწერა ბევრი თქო, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ ცოტა საფრთხეს სხვა მოიცავს საქართველოსთვის ეს რეალურ საფრთხეს. ახლა ერთი ბატონო ოთარი მკითხავდა რომ 2 წელი წოდი არაფერი არ იქნება, 2 წელიც გაივლის და მე კი ბატონო გეთახმებით ჩემის აზრით ეკონომიურ საფრთხეს მოიცავს, იმიტომ რომ ეს დერეფანი იწვევს არსებული ტრასის 600 კილომეტრი შემცირებას. ეს 600 კილომეტრი ძალიან დიდი მანძილია და ალბათ ფაქტიურად განოლდება და ისევ ჩივართ რომ ჩვენ გზებზე ბევრი ისინი სატვირთოები დადის და თავისუფალი გზები გვექნება, მაგრამ ეკონომიკას ძალიან მძიმე დარტყმა ექნება. მე არ ვთვლი რომ სომხეთს დამოუკიდებლად სომხეთი იქნება მიბმული ამერიკის შეერთებულ შტატებს და რა წავსაც თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ დღესაც მოუნდა როგორც ავღანეთიდან გასვლა ისე გასვლა შეიძლება უბრალოდ გაისრისოს ორ თურქულენოვან სახელმწიფოს შორის და ეს კიდე ცალკე საფრთხეა და ეს ტრამპს კარგად ესმის, იმიტომ რომ თურქეთს აქვს ბევრად დიდი მიზნები ვიდრე არის ერთი პატარა დერეფანი, მას აქვს კასპიის იქითა და აქეთ თურქულენოვანი ქვეყნების საერთო სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შექმნა ეს მარტო ერდოღანს არ აქვს, ეს დიდი ხანია მოდის პანთურქული იდეა, რომელიც შეიძლება ითქვას არაბული სამყაროს პარალელურად მეორე უძლიერესი და შეიძლება არანაკლები არაბულზე თურქულენოვანი ისლამური სამყარო შეიქმნას ამ წამოწყებით, იმიტომ რომ თურქეთი დანარჩენთან მოწყვეტილია და დანარჩენი ყველა ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ეს პრობლემა იქნება როგორც რუსეთისთვის, ну საქართველოს სომხეთს საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ეს პრობლემა იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ანუ აქ არ არის ესე მარტივად თუ ამერიკა შემოვიდა ამერიკა საერთოდ იქ დემოკრატია არ ვყარდება, როგორც ეს სისხლი იღრება და ძალიან ბევრი გვამების რაოდენობა. ესე არის, ну ეხლა გავიღოთ ის ქვეყნები, სადაც ამერიკა შევიდა, ხო? მე გულისხმობ სამხედრო შესვლას გულისხმობ. არ არის ესე მარტივად, ამერიკას აქვს თავისი ინტერესები და არა დემოკრატიზაციის ინტერესები, რა ხარ შეიძლება ლომჯარია პატარა ბავშვს მოუყოს სკოლაში, ამერიკა დადის იმიტომ დედამიწაზე რომ დემოკრატია დააყავს. არა, ამერიკა თავისი ინტერესები და იმიტომ დადის ყველგან, იმიტომ იყო ვიეტნამში, იმიტომ იყო ავღანეთში, იმიტომ იყო მთელ კამბოჯაში, იმიტომ იყო და ყველგან სისხლის უზარმაზარი გუბეები დარჩა, ხო? ნუ ეს რეალობა არის. ისევე როგორც რუსეთი, ნუ ეხლა არავინ არ თქოს რომ კეთილშობილი იმპერიები არის კეთილშობილი იმპერიები, უბრალოდ ამერიკასაა გენიალურად შედიხმული რაღაც თავისუფლების ინსტიტუტებით და რაღაც სოროს ფონდებით და რუსეთი არის პირდაპირ ჩაკუჩიანი პირველყოფილი ძალა. ეს არის მათ შორის ხოვება, მაგრამ შედეგს ორივე ერთი და იგივე სტოვებს, სადაც არ შედიან და გამოდიან. ასე რომ ეს ხელოვნური ჩარევა და პაშინიანი მე არ ვთვლი ამ ადამიანს სომხეთის ინტერესის გამტარებლად, ეს არის ჩვეულებრივი სოროსელი ტიპი, რომელიც ამიერკავკასიაში ყველა ეს ძალიან სადაც უჭირდათ იმ რეგიონში მოხვდა და ის თანხები თქვათ, რაც ამ 34 კილომეტრმა შეიძლება მოუტანოს სომხეთს. ну რაღაც თანხებს მოუტანს, რა თქმა უნდა, რაღაც კი არა, კაი თანხე. ვერანაირად ვერ ეწევა იმ თანხებს, რასაც დაკარგავს. ეს არის რუსეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის და კიდე რომელიღაც შუაზიის რესპუბლიკის მათი რაღაცა გაერთიანებიდან შემოსავლების 0.18% მიდიოდა პირდაპირ სომხეთის ბიუჯეტში. იმიტომ რომ სომხეთი ყოფილიყო რაღაც გარანტი მათთან. ეს რო ჩაეხსნება ეს თანხა, ანუ ის რო რუსეთის ძუძუზე იყო რა პირდაპირ თოთობავშვივით, ხო? ამას ის კორიდორი ვერანაირად ვერ ამოიღებს იმ შესაძლებლობებს. მე ახლა კიდე ერთხელ ვამბობ, რომ სომხეთმა თავის თავზე იდარდოს აზერბაიჯანმა და მე პირველ რიგში საქართველოს მაწუხებს და კიდევ ერთხელ რა რეგიონში ხდება რუსეთის ჩანაცვლება ამერიკითო ბევრი ხარობს. არა ვარ ამის წინააღმდეგი, ერთი ჩაანაცვლოს, მაგრამ
რის ხარჯზე? კიდევ ამბობ საქართველოსთვის ეკონომიური დანის ჩათმის ხარჯზე ხა. კოსოვოს დამოუკიდებლობა მე მახსოვსო რამდენიმე გონება შეზღუდულმა ექსპერტმა უпроსტოდ შეიძლება გონება შეზღუდულები არ არიან, მაგრამ მათთვის საქართველოს მეორე ხარისხოვანია, მსოფლიო დემოკრატიის ხარისხი ბევრად მნიშვნელოვანი. ნუ რა კაიაო, თან მართლმადიდებლური ქვეყნის წინააღმდეგო სერბებიო ისეთიო სეპარატისტები არიანო, შეიქმნა პრეცედენტი და ახალი ქვეყანა ჩამოყალიბდაო. შუა ევროპაში მივიღეთ ორი ალბანეთი. და ეს უხაროდათ რა. და ძალიან მოკლე ხანში რუსეთმა თქვა რომ არ გაბედოთ ეგ მივიღეთ პირდაპირ ცხვირში მიტყმა ქართველებმა ეს იყო კოსოვოს საპასუხოდ ცხინვალისა და სოხუმის აღიარება. ზუსტად მანამდე არ ხდებოდა ეს აღიარება საპასუხო ზარიანი შემოუშვა და გავაგზავნებს საუბარს. გისმენთ? საღამოშვიდობისა ბატონო. გისმენთ ხალხო? საღამოშვიდობის. თქვენ ძალეთ რომ ზანგეზური შემოკვდებაო და 600 კილომეტრი თუ ჩვენს ეკონომიკას დააწყავსო. მე ვიტყოდი ასეთ რამეს. და თავრობის საყურადღებოდ რომ დააწყავს ეკონომიკას, თავრობა უნდა იზრუნოს. აბა ის თავრობა უნდა სხვანაირად მოიფიქროს, რომ ეკონომიკა არ ჩამოიქცეს. ეკონომიკა რო ჰქონდათ ჩვენთვის პენსიონერებისთვის და რაიმე მოსახლეობისთვის რას გზნობდით ეკონომიკას ერთი ვკითხულობ. ხო რა, იმიტომ ხარ ხელისუფალი ყველაფერი უნდა მოიფიქრო, მოახერხო, რომ შენ საქართველოს მიხედო. თუ შეგიძლია, თუ არ შეგიძლია, უნდა დაუთმო იმ პარტიას, ვისაც შეუძლია. იმიტომ რომ საკრებულოებში ბატონებო, იმაში ბიზნესებში, адვოკატებში ყველაფერი გადანაწილებულია ნაციონალურ მოძრაობას. ეგენი მართავენ ორივენი. ხელისუფალი კი ყავს ჩვენ, მაგრამ დარტოს იყოფენ ყველაფერს და ჩვენთვის არცერთი მხარე ფიქრობ და არც მეორე და უნდა იფიქრონ. წარესიმართლეს ვიუბნებით და არ მოწონთხოვე, მაგრამ რეალობა ესეთია. მოიფიქრონ, თვინები ამუშაონ და ეკონომიკა არ ჩამოაქციონ. კი ბატონო, მადლობა. გაიხარეთ ქალბატონო, რა თქმა უნდა, ალტერნატივები საძებნელია და მართლა მილზე და ტრასაზე გამოკიდებული ქვეყანა არ უნდა ვიყოთ ეკონომიკის აღორძინებას, მარტო ტრასა და მილი არ შველის. თუმცა ეს საკმაოდ მძლავრი შემოსავლები იყო ბიუჯეტისთვის, რა თქმა უნდა, ქარხნები უნდა ამუშავდეს და წარმოება უნდა ამუშავდეს, რომ რაღაცას მივაღწიოთ, ეს ცალსახა არის. ეს პარაზიტული მიდგომა რომ რაღაც გამტარი ვართ და ამის ხარჯზე ვიცხოვროთ ეს არ არის სწორი და კიდე ერთი ოთარ ჩვენ გვაქვს მეორე ალტერნატივა ამუშავებს რომელსაც ვერანაირი ზანგეზური ვერ შეუშლის ხეს და უფრო პირიქით რა ეს ალტერნატივა შეიძლება აღმოსავლეთ დასავლეთზე მნიშვნელოვანი იყოს ეს არის ჩრდილოეთ სამხრეთი ჩრდილოეთი სამხრეთი არის იგივე ნუ როკის გვირაბი შედარებით პატარა და ნაკლებ მოცულობის და ძალიან ძლიერი აფხაზეთის რკინიგზისა და გზის გახსნა. რომელიც არა მარტო ეკონომიური, ჩემსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთთან აფხაზების და ქართველების ერთმანეთთან ინტეგრირების პროცესისთვის. მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, ეს ეკონომიური ბმა უკვე, რომელიც ერთ ინტერესში იქნება აბსოლუტურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. და ეხა ამ ტრასის დატვირთულობაზე რა შეგვიძლია ეს იქნება ერთადერთი სახმელეთო გზა, ერთადერთი კიდევ ვიძახი, რომელიც დააკავშირებს თურქეთს და რუსეთს. არა, მხოლოდ თურქეთს, იქ აღმოსავლეთი აქ სომხეთი. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ სხვა გზებზეც, მაგრამ ნუ კასპიის ზღვიდან მოვლა შუა აზიიდან და დედამიწაზე წრის დატყვით შეუძლია რუსეთი მანქანით მივიდეს იმაში თურქეთში, მაგრამ ბევრად ძვირიჯდება. არა, ბევრად ძვირი კი არა, დედამიწას უნდა შემოვარო ფაქტიურად, ხო? ის ზარი შემოუშვა და გავაგრძელოთ, რადგან ამდენი ზარებია, ძალიან ბევრი ზარია მართლა. გისმენთ? მოგესალმებით, ბატონო. გისმენთ. არასდროს არ ვიფიქრებდი, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი შერიგდებოდნენ რა ამ დონეზე. ამ დონეზე რა მათაზაბარებო თქვენი მეგობარი აი საქართველოს ხაზზე დააყოვნეს რაკრის სპორტის შენებლობა დააყოვნეს მაგრამ რომ დაწყებულიყო ეს ჩემი არ იქნებოდა რა ასეთი რაღაცა და მე არ შეიძლება მე იქ გზარო გაიყვანენ რა სატრანსპორტო დეპარტამენტი იქნება მე არ ვიცი აქ და შეიძლება ამ ქვეყანას არის
გაიხარეთ, კი ბატონო, ეს ხიფათი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ბევრი ფაქტორი მოქმედებდა აქ, ის რომ 20-ში ეს 40 დღიანი, 44 დღიანი ომი იყო, მე ერთ დღიანი, მე აქეთ უკრაინა რუსეთის ასეთი ომი, რომელიც წლები გაგრძელდა, რაღაც ბევრმა ფაქტორმა შეუწყო იმას ხელი, რომ ეს ორი ქვეყანა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ უნდა დამჯდარიყო და ამერიკასთან ერთად გაეკეთებია ეს ამბავი. თუმცა ვთვლი რომ ის აქ თურქეთი მართლაც ცოტა გაბრაზებული ამ ვითარებაში, რომელიც ამ პროცესში არღებულობდა მონაწილეობას და თავიდან იყო საუბარი, რომ ეს შეთანხმება უნდა შემდგარიყო სტამბულში და არა ვაშინგტონში და იქ უნდა მოწერილიყო, იმიტომ რომ მაინც თურქეთი ძალიან სერიოზული მოთამაშეა რეგიონში და მისი გვერდისავლით რომ ესეთი რაღაც მოხდა, ნამდვილად თურქეთისთვის არ არის სასიამოვნო, იმიტომ რომ თუ რუსეთი გადის რეგიონიდან და თურქეთს უნდა შეევსო ეს ვაკუუმი, ეხლა ამ ეტაპზე შეავსო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამას ვხედავდა რეგიონში, როცა ასე აქტიურად შემოდის ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს ხელისუფლებას რაღაც გაუგებარი, რაღაც მტრული დამოკიდებულება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს ცოტა არ იყოს ძალიან სარისკოა ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც სამწუხაროდ თვალსა და ხელშუა ასეთ დიდ სტრატეგიულ პარტნიორს კარგავს. ზარია და შემოუშვეთ. არც მტრული აქვს და არც მეგობრული, საერთოდ არ აქვს, აი არ ვარსებობთ ისეთი პოზიცია აქვს, თავში ზარია გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. აი იცით რა არის, ძალიან ვარ გაბრაზებული და შეიძლება სხვა თემაზე რაღაცა ორი სიტყვა ვქვა. გისმენთ. ასაკიანი ქალბატონი ვარ. ამკი და ხელები. წავედი რევმატოლოგიის ცენტრში. ქეთევან ონიანთან, რომელიც არის მე მგონი 80 თუ მეტი წლის. გამომიწერა 600 ლარის წამლები. და 400 ლარის ხო იქ დავხარჯე ანალიზებზე. დრემსები რომ გავიკეთე და წამლები დავიწყე დავამთავრე. დამისი და ხელები რამის დამისკდა. დავანებე თავი აღარ დავლიე და სხვა ექიმთან წავედი ახლა. 1000 ლარი გადავაგდე, სადმაკ პენსიონერ ქალი ვარ. გორდიში ძალიან დიდი. რა არის ეს? ნუ არ ვიცი, უპატრონო ქვეყანაა. კარგით ხალბატონო, ის წამლების ფასები კიდე და ასე დღეშია ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი ფასებზე კი არ არის ბატონო. არა, გასაგებია და შედეგიც შეიძლება 1, 2 იყოს, ან 3 და ძვირი. შედეგიც იყო რომ არ ვიცი. კარგით ხალბატონო, გასაგებია, მადლობ ზარისთვის. და მე დარეკავენ ხალბატონო აქ ჩვენთან ოცნების მომხრეები და რას ერჩით ამ ხელისუფლებასო. აი სწორედ თქვენერი არაჩვეულებრივი ადამიანები ასე რო არიან ბედის ანაბარად მიტოვებული, იმიტომ ვერჩით სწორედ ოცნებას, რომელსაც თავის თავს დაუნიშნა ყველაზე მინიმალური 10000 ხელფასი და თქვენ გაქვთ პენსია 350 ლარი. აი ეს უბედურება გრძელდება, აი როგორ ახერხებს კიდე ეს ადამიანები, არ ვიცი, გატანას თავის და ოჯახის, რა ვიცი, როცა ქვითრიდან ქვითრამდე ცხოვრობენ, არ იციან რაში დახარჯონ, კომუნალურ გადასახადებში თუ აფთიაქში თუ აი ექიმებთან ვიზიტზე. ნუ ასეთი უბედურება გრძელდება. კიდე იტყვიან, რომ რას ერჩით ქართულ ოცნებას. ვის უნდა ვერჩოდეთ ხო აბა? ცოტა მადა მოიკლონ რა ეხლა და ისა 6000 თუ 7000 ქონდა პარლამენტის წევრს ხელფასი და კიდე 7 მიიმატეს ზედ. და ასე არიან მინისტრები, მოსამართლეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მინისტრის მოადგილეები. არ დამთავრდა ამათვის იმის რა ქვია, ხელფასების მიმატება. და აი ასე დღეშია ჩვენი ხალხი. და ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს ეხლა ჩემო ძვირფასეო რომ ამ ხალხს არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას არ დაუჭიროთ მხარი. იმისთვის რომ იქნებ მაინც რამე გვეშველოს და რაღაცნაირად შემოbrunდეს ვითარება და ისეთი ხალხი მოვიდეს თუნდაც ადგილებზე რომ რაღაც ვითარება შეცვალოს ამ მიმართულებით. ზარია შემოუშვეთ. გისმენთ. საგამოშვიდობისა. საგამოშვიდობის. გისმენთ ისმის. აბა გესმით ჩემი ნაცვლად. დიახ. მომხრევაცენ და დეწყვეტის ხმაზე.
ძალიან მეკონცხელი გადაცემა და უყურე თითქმის ყველა ობიექტივში გადის გადაცემა. ერთი რამე მაინტერესებს ბატონო. აი ეს ხალხი რომ გამოდის ვეწუნებენ პენსია ასეთი ისეთი. რატო აძლევენ ამ ქართულ ოცნებას ხმას? მიცემენ და არც იქნებიან უმრავლესობაში და მიცემ იმ ხალხს ხმა, ვინც ამ ქვეყანას გამოადგება და ამ ქვეყნისთვის იქნება კარგი. აი ეს არის ჩემი რჩევა და ჩემი ისა. უწუწუნებენ, გამოდიან ესა განვიჭირთ, ის ვიჭირთ, მივცემთ ხმას, მივცემთ იმ პარტიას ხმას, ვინ გამოადგება ფეხავდა ქვეყანას. აი ეს არის სიმართლე. კარგი, შემდეგ ბლოკში გადავიდეთ ამ შიდა და ეკონომიურ პრობლემებზე. ხა ქალბატონმა უბრალოდ ამოგვაგდო თემიდან, თავის ტკივილი გაგვიზიარა, ჯობდა ცოტა ხნის მერე დაერეკა. დაუბრუნდეთ ისევ საერთაშორისო პოლიტიკას, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და უშუალოდ საქართველოს ეხება კიდევ ვიძახი. ანუ ჩვენ ვიღებთ ისეთ რამეს, რაც საქართველოს არანაირად არ წაადგება და რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს ჩვენი თანამოაზრეები. ამ შემთხვევაში არის ჩინეთი, ამ შემთხვევაში არის ირანი, ამ შემთხვევაში არის რუსეთი და ყველაზე უცნაური რაც არის ჩვენი თანამოაზრე არის ევროპა. იმიტომ რომ ევროპისთვისაც ეს პანთურქული წარმონაქმნი აბსოლუტურად მიუღებელია. აბსოლუტურად მიუღებელი არის ის ახალი მარშრუტები და ტრასები. მიუხედავად იმისა, რომ ხა ევროპელებმა რაც არ უნდა იძახეოს საქართველოს დემოკრატია არაა და ხაბეიშვილი რატო გააბრაზეს, ხო? ხლა ეს ყველა მიცით რომ მეორე ხარისხოვანია და დაქირავებული ლობისტების ის არის, რა ქვია, პავილიონზე, რომელიც არაფერს არ წყვიტავენ ეს ლიტველი და პოლონელი პარლამენტარები, იმათი განცხადებებია და ბევრი არაფერი, ხო? ის რომ ანაკლის სპორტის უკვე შეიძლება ანაკლის სპორტის აშენებას აზრიც აღარ გქონდეს, მოდი ესე ვთქვა თოთან რა. თუ ეს მარშრუტი არ იმოძრავებს, არ იმოქმედებს, ხო? მაწყლოვანი პორტი ააშენო, სხვა შორის იყო, როდესაც ლელოს აქვს სხვა პროგნოზებია, რომ ტვირთბრუნვა გაიზრდება. დღეს ის რაც გვაქვს ბათუმში და ფოთში ყოფნის ამ ტვირთებს, მაგრამ პროგნოზებს აკეთებენ თუ პარალელური და უფრო მომგებიანი ტრასა გაკეთდა როგორ არა ვართ ის ქვეყანა რომ ასე ადვილად ჩამოგწერო იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი საერთაშორისო მილსადენები გვაქვს ქვეყანაში რომელსაც ვერსად ვერ გადაიტანდა ვერ ჩახსნი და ვერ გააუქმე ბატონო ეს მილსადენები თავის საქმეს აკეთებენ ის მილსადენები არაფერ შუაში არ არის ამ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ამას რო დაემატება აუცილებლად ეს არის საუბარი. რა დაემატება? გამოაკალდებაზია. ბაქო თბილისი ყარსი უნდა დაემატოს და ანაკლია და არ ვიცი, ჩვენ მან რა თქმა უნდა ხა სერიოზული კონკურენცია იქნება და ეს რეგიონში საუბედურება ის არის რომ მანძილის სიმოქმეdes გამო ჩვენ კონკურენციას აი ამ კონკურენციას არსებობს რაც ახლა რასაც ახლა თქვა შეთანხმდნენ და მე იმედი მაქვს რომ ეს არ განხორციელდება მართლა მაქვს იმედი სრულიად ისეთი ბევრი პოლიტიკური მიზეზი არის იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად დამანგრეველი იმისთვის ირანისთვის და ირანი ალბათ შეეწირება ამ ირანიც რაღაც სარგებელს ნახავს არა ირანი ბერანაის სარგებელს ვერ ნახავს გარდა იმისა რომ ამერიკულ ბაზას დაუდგავენ საზღვართან რა რომელიც აქამდე არ ქონია რა ზარი შემოუშვათ და გაწყდა მგონი ზარი და ესეთი საინტერესო რაღაცა მინდა ვთქვა ეხა ჩინეთზე ვახსენე და შეიძლება ვინმე მაყურებელს გაუჩნდა კითხვა რომ რატო გონია რომ ჩინეთისთვის არ არის მნიშვნელოვანი რატო არ არის მომგებიანი ჩინეთის ზანგეზური. დავიწყებ ესეთ საინტერესო ქვეყნით ისრაელით. ისრაელი არის ის ქვეყანა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში მიმავალი ერთადერთი კანალით ფაქტიურად ისლამურ სამყაროში აკონტროლებს ტვირთბრუნვას, რომელიც ჩინეთიდან მოდის და ერთი ვარიანტია, ერთი რომ შევიდეს ხმელთაშუა ზღვაში ამ ცენტრალური აზიიდან, უბრალოდ ამ არაბული აზიიდან და მეორე მოუაროს აფრიკის კონტინენტს და ისე ეს არის წარმოუდგენლად დიდი და წარმოუდგენლად უაზრო, ხო? ფაქტიურად ყველანაირ ტვირთზიდვა კარგავს შინაას, ოდესაც ამ ხელა გაქვს შემოსავლელი. ისრაელი არის ქვეყანა, რომელიც ამერიკის სასარგებლოდ, მოდი ესე ვთქვათ, ამერიკა და ისრაელი ერთად საზღვაო გზებს და დიდი ბრიტანეთი სხვათა შორის საზღვაო გზების მაკონტროლებლები არიან. აი ერთი ციცქნა ადგილია, ვთქვათ, იქ არაბეთის ყურე, სადაც დავამთავრებ წიადადებას და არის ერთი ციცქნა ადგილია არაბეთის ყურე,
სადაც ირანი არის და თქვათ როგორც კი ომი დაიწყო, ხო იქ შეიქმნა 6 არაბული წამყვანი ნავთობწარმოებელი ქვეყნისთვის ტვირთის გატანის პრობლემა და ირანი ამით დაიმუქრა, რომ აღარ გავატარებო რა. ეს არის ირანის ყურეზეა საუბარი აქ, ხო? ხოლო რაც შეეხება დანარჩენს სოფლიო ოკეანეას, ესე ვთქვათ, აკონტროლებენ ანგლო-საქსები, ხო? ისრაელთან ერთად, ისრაელი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ამ ზანგეზურის ყელის ერთი ციცქნა მონაკვეთის 35 კილომეტრიან ყელზეა საუბარი, რომელიც უნდა გაიჭას და რომელსაც შემსაც წლები არ დაჭირდება რა, თუ გამოვიდა, ამას ძალიან სწრაფად გაჭრიან. გასაკონტროლებლად ამერიკის ხელი ისე მიდიოდა ჩინური ტვირთი ევროპამდე, რომ ამერიკის ხელი არსად არ იყო. და ამერიკას უნდა რომ ჩინეთის ტვირთი ხმელეთზეც გააკონტროლოს. წარმოიდგინე ოთარ, რა ძალიან სიღრმისეული თემა, ანუ ოკეანე მისია, ჩინეთმა ოკეანიდან ნელ-ნელა სახმელეთო გზებზე დაიწყო ზრუნვა და ეს საქართველოში გაკეთებული ორმხრივი ტრასები და ეს ყველაფერი ამაზე მეტყველებს და ადრე თუ გვიან იგივე პორტის აშენება დაგეგმილი და ყველაფერი იყო და აქ ნუ აღარ იყო ხო ნუ ისეთი გავლენა ამერიკული ჯარი არ დგას არაფერი ისეთი გავლენა არ იყო ხო ნუ ყოფილიყო თქვა არც მაგას წინააღმდეგ ვიქნებოდი თუ რაღაც ტერიტორიული თვლიანობა აღვიღდებოდა მაგრამ ნუ არ ხდება ესე მარტივად ყველაფერი და უცბად ხდება ამერიკული ჯარის მიერ კონტროლირებადი ხაზი სადაც ჩინურმა ყველაფერმა უნდა გაიაროს და ამერიკელების კონტროლით უნდა მოხდეს როგორც საოკეანო გზებზე ხდება ეს არის ძალიან აი არ არის ძალიან მარტივი თემა რა ესე ასაქმელად რა და უკვე ჩინეთი რომ მოკავშირე ყავს ხო იმ იდეაში რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ხო ეს ძალიან ბევრს ნიშნავს იმიტომ რომ ჩინეთი ჩემისას ყველაზე მზარდი სახელმწიფოა და შინაარსობრივად ყველაზე ძლიერი და ამერიკისთვის რუსეთი არაა კონკურენტი თავარია ჩინეთი და ეხლა მე ვფიქრობ რომ ეს ორი ადამიანი ხვალ ზეგრო შეხვდებიან პირველი პრობლემა იქნება ჩინეთის განეიტრალება საუბარი როგორ დაითანხმებს ტრამპი პუტინს კი ბატონო ზარი შემოუშვათ ეხლა და განვაგრძოთ კიდე გისმენთ გამარჯობა აი ეს თემა რომ საქართველოს უნდა იყოს ბერესანი დამკვიდროს შევარდნებდა საქართველოში აი რომ გაივიდა რაღაცა მეილები რა ქვეყანა აყვავდებოდა განვითარდებოდა ქვეყანა უნდა განვითარდეს ეკონომიკის განვითარებით ბერეთები ეს შეიძლება იყოს რაღაცა დამატებითი შემოსავალი და როდესაც შენ თვითონ აქცევ ქვეყანას ხოლო ბერეთნად ხოდა ეს ბერეთნად აღიქოს ყველა რა თურქეთი რუსეთი, ჩინეთი, იმიტომ რომ შენ სხვა მოთხოვნილება არ აქვს, სხვა პრეტენზიები არ გაგაჩნია. გარდა იმისა, რომ ვიღაცა მოგიხმაროს რეგიონში, კავკასიაში, თავად ფინეთმა მოგიხმაროს ბერეთნად. აი რატოა ესეთი მნიშვნელოვანი თემა ამიხსენეთ? ქვეყანაში არ არის ეკონომიკა საერთოდ მკვდარია, წარმოება მკვდარია, სოფლის მეურნეობა მკვდარია და ბერეთანი გვიშველის ვარდნობის, თუნდაც ანაკლია გვიშველის ვარდნობის. ეს არის დამატებითი შემოსავალი ქვეყნისთვის და არა ეკონომიკის განვითარება. აი რა თურქეთი არავითარებს ეკონომიკა. აი მაინტერესებს ახლა ყაველაშვილი ჩაბრდანდა 12 აგვისტოს. და ის ათათურქის საფლავე შეამყო გვირგვინი დრასტიშავდა ეს მეცხრე აპარატი და თურქი მეცხრების დაბრუნება. და საერთოდ ამ ხელისუფლებას რა პოლიტიკას გაგვაგებინოს, გამოვიდეს, გვას და ნუ შევარდეთ გავიგეთ რომ ჩამოვიდა რუსეთმა გამოაგზავნა ქვეყნის დასაქმებლად მე მოვიდა სააკაშვილი ესეც რუსეთმა ხელგასმა მოახდინეს არ ვიცი ყველა გარეძალების ეხლა მოვიდნენ ეს აი გვითხრან რასაკეთებენ საით მიდიან რასაკეთებენ საერთოდ მაინტერესებს კი ბატონო, ქალბატონო, ჩვენ გეთახვევით იმაში და თქვით კიდევაც რომ ეკონომიკა უნდა განვითარდეს ყოველგვარი მილების გარეშე ეს ცალკე თემა არის და სახელმწიფოება ამისთვისაა რომ ამაზე იზრუნოს, მაგრამ რაც შეეხება ისო შევარდნაძემ დააუკვიდრა ეს ტერმინი ვერ დაგეთახვევით, იმიტომ რომ აბრეშუმის გზა იყო საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული და თქვენ წარმოიდგინეთ მთელი რიგი ყველაზე წარმატებული ქართველი მეფეები იგივე აღმაშენებელი ეკონომიკა რო განვითარებულიყო სხვადასხვა რეგიონიდან სხვადასხვა ადამიანები ჩამოასახლა რომ ვაჭრობა არ იყო განვითარებული საქართველოში ეს საკმაოდ იმდროინდელი ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო და
თქვათ იგივე ამაში შედარებით გაწაფული ადამიანები სომხები ჩამოასახლა შუაგულ ქართლში და ასე რომ ეს აბრეშუმის გზა ეს ტერმინი დამჯერ ჩევარნაძის არ მოუქონია და ეს ტერმინი ოდითგანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ აბრეშუმის გზის არსებობა საქართველოსთვის და ეს იყო ერთ-ერთი სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი რა. ჩვენი ბრალიც არა, ხო, ასეთ მდებარეობა რო აქვს ჩვენ ქვეყანასაც. სხვა შორის ერთ საინტერესო დეტალს მინდა თქვა, ხო, ჩვენი ბრალიც არ არის, რა თქმა უნდა და მithumetă შევარდნაცის ხო. ხო და ერთი საინტერესო დეტალი მინდა თქვა, ბიპის მილები რა, ოთარ რომელიც გადის ქართლის ტერიტორიაზე გორთან ორ ადგილას ამაზე არ საუბრობენ რა. აქ გადმოკვეთილი, პატარა მონაკვეთები, მაგრამ გადმოკვეთილი აქ ოკუპანტებს რა, საოკუპაციო ზოლის ის მილი მიწაშია ჩადებული, მაგრამ ეხლა ვერ წუთის საოკუპაციო ზოლშია მოხვედრილი რა. აი იმდენად მნიშვნელოვანია ის რომ ხშირად აი მიდის როგორც ვიცი რაღაც ლაპარაკით და განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა რომ იქ ვიღაცას არ მოუნდეს გახვრიტოს და რაღაც ავტობუსის მოპოვება დაიწყოს იმ მილიდან რა. ანუ ეს მილი ერთ-ერთი და იქ რაღაც აღარ მოხდა ცოცავი ოკუპაციები იმ ადგილას ერთ-ერთი აი თავისებურად ეკონომიური დიდი ქვეყნის ეკონომიური ინტერესები არის გარკვეული სიმშვიდის გარანტია შენთან ქვეყანაში ხა რაღაც სიმშვიდე ნახევარი საქართველოს ჩამოგვაჭრეს ხო რუსეთმა ამ სეპარატისტული რეგიონებისაში მაგრამ კიდევ ამბობ რა აი ეს ბიპის ტრუბებს მაქსიმალურად მორიდებით ეკცევიან და ეხლა როდესაც ჩინეთის ინტერესში იქნები როდესაც იგივე რუსეთის ინტერესში იქნები ხო უკვე შეიძლება ის ტერიტორიული მთლიანობა რაღაც აი პოლიტიკური ნაბიჯებით დადებითი გაენგას ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ქალბატონო აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ეკონომიკური განვითარება და ეს დამხმარე საშუალებებია მაგრამ ეს იმდენად მარტო დამხმარე ეს არის უდიდესი პოლიტიკური, როდესაც შენ ხარ მნიშვნელოვანი დიდი ქვეყნებისთვის, შენი არსებობით. ზარია შემოუშვა ზარი. გისმენთ? ეთერში ბრძანებით ისაუბრეთ. ეთერში რა? დიახ, ბრძანეთ. იცი რა. მე ბატონო ოთარ. თქვენ მეგობარს უთხარით ერთი რა ისა თუ ჩვენთვის აკეთებთ მაგაზას ემას მაშინ ჩვენ გვიგდეთ ყური ზარებს და თუ არა და ჩართამს ლექციას და აღარავინ აღარ რეკავს 1001 რეკავს თუ ჩვენ მაშინ ნუ კრიტერიას ზედერო დარეკეთ ამ ნომერზე დაგვაცალეთ ჩვენ დარეკვა კაცო თუ ლექცია გინა დაიკითხო მაშინ ზედ ნუ დააწერო დარეკეთ ამ ნომერზე კაი მივიღე გალანძღვა ბატონო ბძანეთ ახლა რა გქონდათ ძალიან მომწოხართ ძალიან კარგი ბიტი ხარ, წოდნე გაგებული, შეგნებული და ღმერთმა გაგიმარჯოს, თქვენისგან ახალში უნდა ამ საქართველოს როგორმე ესე იგი რო ჩადგეს კალაპოტში და მე ყველას მაგალითად ობიექტივზე ვინც უსმენს ახლა, ყველას ვაფრთხილებ, რომ მივცეთ ობიექტივს ხმა და როგორმე იქნება მოუსმენოთ ამ ქვეყანაზე და ეს ჩვენი სატანა მოუსმენოთ როგორმე. მივცეთ ყველა ობიექტივს ხმა მივცეთ ვინც უსმენს ახლა გადავცეთ ერთი მეორეს ოჯახებს ნათესაესრო მივცეთ ობიექტივს ხმა და იქნება როგორმე მოუშოროს ეს სატანა იმოგვიდა რომ ტანჯამ სამ საქართველოს ჯიბეში უდია და ვეღარაფერს ვეღარავინ ვერ აკეთებ გაიხარეთ დიდი მადლობა პირიქით მადლობთ ძალიან დიდი მადლობა. Ფრონტ პატრიოტ ალიანს და ობიექტივს რო ანომერს კი ბატონო მადლობა მხარდაჭერისთვის. ბოდიში კიდე რო გაგაბრაზეთ. და ოთარ ბოლოში გავდივართ რა და ეს საერთაშორისო ის თემა დავამთავროთ იმით რომ მოგეთ ხვალინდე ზეგინდელი დღე ჩემისაზე რა თქმა უნდა ბევრს არაფერს არ გადაწყვიტავს მაგრამ შეიძლება ტენდენციები გავიგოთ ვინ რას უმიზნებს. ამერიკა რას უმიზნებს, რუსეთი რას უმიზნებს, რა არის მათი, იმიტომ რომ არ ამგონია თემა ამოიწუროს უკრაინის საზღვრების ადგილის. ჩემისათვის აუცილებლად სამხრეთ კავკასია იქნება, ყველაზე ნაკლებად საქართველო, იმიტომ რომ ეხა საქართველოში არაფერი არ წყდება და არაფერი ეს იქნება სამწუხაროა რომ აი ამ შეთანხმებაში საქართველოს არანაირი როლი არ მიუღია
კი ძველად იყო რაღაც სამშვიდობო პროცესებში ვღებულობდით მონაწილეობას, მაგრამ დღეს სამწუხაროდ აი ამ ხელისუფლების ხელში საქართველოს სიტყვას არანაირი წონა არ აქვს რეგიონში. ეს არის მართლაც ძალიან გულდასაწყვეტი არიან და იმ ისეთი მასშტაბის ომი იყო და ისეთი კაპიტულაცია მოხდა ხალხი რაღაცას მაინც გვეკითხებოდნენ ადრე, მაგრამ დღეს არის რაღაც სრული ინდიფერენტულობა ჩვენი მისამართით, თან მით უმეტეს დღეს უკვე რომ იწყება ეს პროცესი და ასე იზრდება ამერიკის გავლენები აქ და შენ ყავს ხელისუფლება, რომელსაც უკიდურესად გაუარესებული ურთიერთობები აქვს დასავლეთთან. ნუ არ ვიცი რას ფიქრობენ, როცა აი ასეთი რისკის ქვეშ აყენებენ ამ პატარა ქვეყანას. ეს არ მესმის ჩემი ხელისუფლების რომლისგან მხოლოდ ლანძღვა და გინება გვესმის დასავლეთის მისამართით. ნუ ესეც რაღაც აბსოლუტურად გაუგებარია. კი ბარა დასავლეთი მოდიოთ. რაღაც უნდა იყოს რაღაც ბალანსი, არავის არ ვაგინოთ. ოთარ გავმიჯნოთ დასავლეთი გეხვეწები და გავმიჯნოთ ორ ნაწილად. თვითონ ის კი არა რომ კარგი და ცუდები. არა, ევროპა და ამერიკა ეს ძალიან გამოჩნდა უკვე. არც ერთთან რო არა გვაქვს აი. არა ხო, ეს სხვა საკითხია. ეს სხვა საკითხია, მაგრამ აბსოლუტურად აი ეს ერთ კონტექსტში ლაპარაკი არ გვინდა და რა გვინდა საერთოდ ხო არა რუსეთთანაც არ გვინდა ლაპარაკი აქ ის რომ ის ბრალდება რომ რუსები ხართ ეს ბრალდება ტყუილია აშკარად ეს ბრალდება ტყუილია იმიტომ რომ არავისთან არ ხდება აგერ კი ბრძანდებოდა პრეზიდენტი თურქეთში მაგრამ ნუ აი არ ვიცი რა ხა მაინდა-მაინც 12 აგვისტოს მაინდა-მაინც ესე დღეს დამთხევა ცოტა სიმბოლოები არ მომეწონა და თან თემა თურქი მესხები ხო ეს პანთურქობის თემაში ანუ ის ჩვენ გვერდზე აგვივლის და სომხეთს გადაუვლის მარტო თურმე არა ეგრე არ ყოფილა ბატონო საქართველოს გათვალისწინებულია ამ დომხალიაში რომელიც დიდი თურქობის იმედია მაგრამ ნუ ამის იმდენი მოწინააღმდეგე არსებობს რეგიონალურიც და მსოფლიო მასშტაბით მე არ ამგონია მაინდა-მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებს უხაროდეს ახალი ისლამური მძლავრი გაერთიანების შექმნა ეს არც ამერიკულ ინტერესებში არაა ჯამში და ნუ არ ვიცი მოკლედ რა თუმცა იდეაში რომ თურქეთი საკმაოდ ძლიერი ქვეყანა და ყველაფერს წავა აქ ორი აზრი არ არის არ ვიცი მოკლედ თოდა ზეგინდელი დღე კიდევ ამბობ ჩემს ასეთ ვერაფერს ვერ გადაწყვიტავს ახალს ვერანაირ როლს ვერ შეაჩერებს მაგრამ ჩვენ იმედი მაქვს რომ თუ რა თქმა უნდა პრესისთვის გამოიტანენ სიმართლეს რაზე ისაუბრეს მე დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცას გავიგებთ ვინ რას უმიზნებს და ამ სამიზნეში ჩვენ რა ადგილი გვიკავია რა ძალიან წუხარ და მგონია რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ რაც არ უნდა ქნას აბსოლუტურად ნუ ეს არის გიგანტების ჭიდილი სადაც ჩვენ ვართ ძალიან პატარები ძალიან სუსტები ძალიან დაუცველები და ამ გიგანტების მოლაპარაკების შედეგებს უნდა დაველოდოთ ერთი ბლოკი გველოდება ხო კი ბატონო და ერთადერთი რჩება რომ ღმერთს ვთხოვოთ ღმერთო გადმოგხედე რა მეც მე სამწუხაროდ საუბედუროთ ამ ეტაპზე ვერაფერს კარგს ვერ ხედავ ჯერჯერობით რა კარგით პირველი ბლოკი დავასრულოთ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით ისევ